სარკინიგზო ავარია ფოჩის სამგზავრო მატარებელს თბომავალი დაეჯახა 4 მგზავრი ჰოსპიტალიზებულია რა გახდა შეჯახების მიზეზი და ეტაკა მატარებელი გაჩერებული ვიყავით ის და გითხრეს რომ შემდეგი მატარებელი მოვა და ბათუმის მატარებელს უნდა გავუყვეთ ხმაური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არალეგიტიმურია ზოგადად მოთხოვნა და შანტაჟი სახელმწიფოსი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ჩვენ ვიღაცას უნდა დავაძალოთ ფასის მომატება. განიხილავს თუ არა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო კომისია ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს. რატო არსებობს ეს კომისია, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ამ კომისიის გავლით არ იქნება შეთავაზებული პარლამენტისათვის. ხალხური რეწვა, მხატვრობა, ტრადიციული და თანამედროვე მუსიკა ხევსურეთმა არტ-ფესტივალ ჩირდილს უმასპინძლა. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ მოამბის მთავარ გამოშვებას პირველ არხზე მე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ვარ. ფოჩის სარკინიგზო ავარია მოხდა. თბილისისკენ მომავალ მატარებელს თბომავალი შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 4 მგზავრი კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით დაშავებულებს ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფოჩის რკინიგზის სადგურში თბომავალი საღამოში ქაროსნულ სამგზავრო მატარებელს გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია. გამოძება 275 მუხლით რკინიგზაზე ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის მიმდინარეობს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით ფოთის სადგურში გაჩერებულ ელექტროსექციას კერძო ოპერატორის კუთვნილმა თბომავალმა დააზიანა. კომპანიის წარმომადგენელმა დაარღვევეს მოძრაობის წესები, რასაც მოყვა ავარია. მოხდარის შედეგად მცირედი დაზიანდა მოძრავი შემადგენლობა. რკინიგზის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ მოკვლევას. ავარია მოხდა რაღაც და კონკრეტულად რა ვერ გეტყვით. ეტაკა მატარებელი გაჩერებული ვიყავით ის და გითხრეს რომ შემდეგი მატარებელი მოვა და ბათუმის მატარებელს უნდა გავუყვეთ. დატაკება ვიგრძენით და ხალხი შეშფოთებული. 17 საათსა და 17 წუთზე შემოვიდა სასწრაფოში შეტყობინება რკინიგზის სადგურში შეჯახებასთან დაკავშირებით. ადგილზე გავიდა 2 ბრიგადა. დახვდა 4 დაზარალებული. აქედან ყველას გაეწია პირველად დახმარება. ხო და აქედან 3 გადავიყვანეს სტაციონარში. ზოგადი დაჟეჟილობებით, გულმკერდის დახურული ტრამით და ინტრაკრანიალური ტრამით. ხმაურსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოსმენა. ოთარ დანელია დეპუტატებთან ყურძნის ფასა და რთველი 2015-ის მიმდინარეობაზე საუბრობდა. განხილვას მეღვინეები და მევენახეებიც ესწრებოდნენ. კომიტეტების სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში დაიწყო, თუმცა მალევე უმრავლესობასა და უმცირესობის ხმაურიან კამაჩი გადაიზარდა. ნოდარ ჩაჩუა დაესწრო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას, ნოდარ რა შედეგით დასრულდა საბოლოოდ კომიტეტის. დიახ ვასილ, 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა 3 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი, მინისტრის მოადგილე და ასევე სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თავდაპირველად სხდომის მიმდინარეობა წარიმართა შემდეგ რეჟიმში მინისტრმა წარმოთქვა ის შესავალი სიტყვა და მეღვინეებსა და ასევე გლეხებს, ასევე კომიტეტის წევრებს გააცნო ის ქმედებები, რომელიც განახორციელა სამინისტრომ და სახელმწიფომ თავად სოფლის მეურნეობის ამ დარგის განვითარების მიმართულებით. ისაუბრა იმ დახარჯულ მილიონებზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა, შემდეგ კი საუბარი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში პირველ ნაწილში ძირითადი შეკითხვები დასვეს პოლიტიკოსებმა, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, ასევე უმცირესობიდან, რაზეც თავად ოთარ დანელიამაც უპასუხა. დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ მათ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ძალიან ცუდი სფეროში არჩიეს, ვინაიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია სახელმწიფომ სწორედ ამ მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განახორციელა. არალეგიტიმურია ზოგადად მოთხოვნა და შანტაჟი სახელმწიფოსი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ჩვენ ვიღაცას უნდა დავაძალოთ ფასის მომატება. სუბსიდირება არ არის სწორი ზოგადად და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარ დაჭირდეს დარგს სუბსიდირება და ეს პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს ამ დარგთან მიმართებაში, გახლავთ სწორედ მიმართული იქით, რომ არ იყოს დარგი დაკნინებული, არ იყოს დაავადებული, იყოს ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი. გაპირდა თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ახალ გლეხებს რომ ლარი ეღირებოდა ყურძენი. მეორე, შექმენით თუ არა ჭარბი მოლოდინი იმისა, რუსეთის ბაზრის ჭარბი მოლოდინი. წელს მაშინ, როდესაც
ეს თქვენი საოცნებო რუსეთი გახსნილია 60 თეთრზეც ვერ ავდივართ, როდესაც ეს 60 თეთრი მაშინდელი 42 თეთრი არის. ჩვენთვის საოცნებო რუსეთი და ასე შემდეგ აქ რაღაცა ისმის რაღაც ირონიული ლაპარაკები, მინდა გითხრათ, რომ რუსეთზე ვისაც გიოცნებიათ, იმან იოცნებეთ რა. ჩვენთვის საოცნებო რუსეთი კი არა, კახელი გლეხისთვის იყო პირველ რიგში ის ნაბიჯი გადადგმული, რომ როგორმე თავის პროდუქციის გატანა შეძლებოდა. კახელ გლეხებს ხელისუფლების უნიათობის გამო შეექმნათ პრობლემა, რომ ისინი ვერ იღებენ შესაბამის ფასს საკუთარ ყურძენში. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2012 წელს კახურად ვიტყვი ამ შემთხვევაში გაკაჭეს პოლიტიკური ველიდან, დღეს ახლა გამოდიოდეს და ასე თქვათ, აქ ჩვენ ჭკუაზე გვარიგებდეს, როგორ უნდა მოვექცეთ კახელ გლეხობას, ეს არის უხერხული მომენტი. ბატონებო, თქვენ დღესაც არეულებით ქართველ გლეხებს, რომ თუ ისინი რუსეთის ბაზრის იმედად იქნებიან მხოლოდ და დღეს კახეთში გაჩნდა უკვე განწყდება ჩავბარდებით რუსეთს, იქეთ რუსეთის დროშა გამოკიდეს, არეულებით კახელ გლეხებს, რომ თუ ჩვენი ორიენტაცია იქნება მხოლოდ რუსულ ბაზარზე, მაშინ ბატონებო, თქვენ მოგიწევთ მუქთად მუშაობა, იმიტომ რომ რუსული ბაზარი არასდროს არ იქნება დიდი თანხის გადამხდელი. ისი არ გადარდებთ თქვენ ღვინის ფასი, ყურძნის ფასი, როგორც გლეხებს აფრიკაში ბანანის ფასი. თქვენ უბრალოდ გინდოდათ რომ ეს პროვოცირება მოგეხდინათ. ძალიან ცუდი დარგი შეერჩიეთ, ესე ვთქვათ, კრიტიკისთვის. აი ეს მინდა ყველას გითხრათ. ძალიან ცუდი, იმიტომ რომ დიდი განსხვავებაა წლებში, ციფრებში. პოლიტიკური შეფასებებისა და პოლიტიკური კამათის შემდეგ უკვე სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცათ როგორც კახეთიდან ჩამოსულ მევენახეებს, ასევე მეწარმეებს, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც იყვნენ დღეს წარმოდგენილები, თავად მევენახეები და გლეხები საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, რომელი პრობლემები შეექმნათ კონკრეტულად წლევანდელ წელს მრთველი 2015-დან, ხოლო ამის მიზეზებს ასევე ხსნიდნენ თავად მევენახეები. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე დაისახა კონკრეტული სამომავლო თანამშრომლობის გეგმების გრძელვადიან თანამშრომლობასთან დაკავშირებით და თავად მევენახეებსა და გლეხებსაც მიეცათ კონკრეტული რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აწარმოონ ამიერიდან თავისი მევენახეობა. ქართველმა მეღვინემ დოლარის გამყარებით ხომ მიიღო მყისიერი მოგება 2-3 ლარის ოდენობის სულ მცირე თითო ბოთლზე. ნუ თუ გენანებათ ამ 3 ლარის მოგებიდან 30 თეთრი დაუმატოთ ქართველ გლეხს. რატომ გენანებათ 30 თეთრი გაიმეტოთ, ნუ თუ ეს 30 თეთრი დაღუპავს ქართულ მეღვინეობას. 1 კილოგრამი კაცითელის მაღალხარისხოვანი კაცითელის წარმოება 30 თეთრს არ აღემატება. თუ კი ვინმეს უჯდება მეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ იმას ატყუებენ, ან არასწორ ხამქიმიკატს ხმარობთ. მე იმას კი არ გეკითხებით, მე რა მიჯდება კილოგრამი ღვინის წარმოება. მე გეკითხებით თქვენ, რა გიჯდებათ 1 ბოთლა ღვინის წარმოება. აი ამაზე გამეცით კონკრეტული პასუხი. ღვინის წარმოება, 1 ბოთლი ღვინის წარმოება მიჯდება იმდენი, რომ მე 100%-იან მარჟას თქვენგან განსხვავებით ვერასდროს ვერ ვნახავ. კონკრეტულად თქვით, ხო შეიძლება, საიდუმლო, როგორ მე 100 ჩემი კომპანიიდან ერთ ოჯახს 50-60,000 ლარი გაქონდა იმის და რა ქვია ყურძნიდან შემოსავალი. ძალიან კარგად მახსოვს ეს ყველაფერი, მაგრამ არავის არ დამომადლებია, ხო? ჩვენ ვიცოდით სამინისტროსგან რომ არ იქნებოდა წელს სუბსიდირება. ჩვენი ბიზნეს გათვლა გვაქვს. მაქსიმალურად ვიხმარეთ შარშან, გამოვიყენეთ ყველაფერი, გავძვერით, რასაც ქვია. რაც შეეხება დაპირისპირება წარიმართა უკვე ამ კითხვა-პასუხის შემდეგ და დაპირისპირებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე თავად მეღვინეები და ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ურჩიეს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ აღნიშნული ფორმატის პოლიტიზირებიდან და მისცეს გლეხებს იმის საშუალება, რომ უშუალოდ აწარმოონ მათ მოლაპარაკებები კომპანიებთან. დღეს მეღვინეებმა ასევე გაიხსენეს დღევანდელ კომიტეტის ხდომაზე წინა წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში არსებული დამოკიდებულება. დღეს ასევე იმყოფებოდნენ კომიტეტის დარბაზში ისეთი გლეხებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ დღეს დარბაზში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მოყვანილი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და თავად არ მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარ პრობლემებზე ესაუბრათ. იყენებს ტრიბუნას პოლიტიკური მიზნებისთვის. ხო ბატონო, 1 საათი ლაპარაკობს. აი ეს არ შეიძლება ამდენი ლაპარაკი. შეუჩერეთ მაგას მიკროფონი, როგორც ლაპარაკობს. მაგათაც ლაპარაკი, მაგრამ ბათქმევინა ვინმე ჩვენ რამე? ხო მეღვინეებს რო იჭერდეთ? ის ღვინიაშვილი არის, ხო რომ კახეთი აწრია ლა. ლორდ კებალიძესთან და ლალიაშვილთან ერთად თქვენ არ აწრია, ლეთო
ოჯახი დაკახეთ. მოსაცმელად მოსული არ მაცდით აქ. სერვისებს გიმარტივებდით რომ მარტივად გაგეკეთებთ ბევრი რამე. ის თემა რო წავიწია, სად წავიდა? ლაპარაკი მოეწარმეს უსმენ და არ არის. ხელს თუ უშვერ კი არა, მეწარმესთან საუბარს არ მაცი და იგივე საკეთებ, რასაც 9 წელი აკეთებდი. იყო რაღაც გარკვეული საკითხები, რომელზეც მინდა პრობლემა, რომელზეც მინდა კითხვების დასმა, თუმცა ამის საშუალება არ მოცა ნაციონალურმა მოძრაობამ და გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ თელაველი ვარ და მე ამოვიცანი ადამიანები, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა ახმეტის რაიონის და თელავის რაიონის თითქმის სრულად იყო წარმოადგენილი აქტივისტებით. პოლიტიზირებული შეიძლება იყო რაღაც გარკვეული ნაწილი, შეიძლება იყო კიდეც. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ არჩევნებზე მივდივართ, ყველას გვაქვს ჩვენი პოზიციას ვაფიქსირებთ და ვიღაცა ვიღაცის მხარდამჭერია. არ ნიშნავს ეს იმას, რომ ვართ ამა თუ იქ პოლიტიკური პარტიის წევრი. ურთიერთდაპირისპირების შემდეგ უკვე კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხის განხილვა შეწყდა. დღეს გლეხების ნაწილი იყვნენ უკმაყოფილოები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნული შეხვედრა გამოიყენეს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად და მათ რეალურად აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელიც თავად კომიტეტის წარმომადგენლებმა მოაწყვეს და სოფლის მეურნეობის მინისტრიც იმყოფებოდა, არ მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარ პრობლემებზე ესაუბრათ. მადლობა ნოდარ ჩაჩოა საუბრობდა თბილისის პარლამენტის შენობიდან. განიხილავს თუ არა საკონსტიტუციო კომისია უმრავლესობის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებს მმართველი გუნდის წევრები ამის ალბათობას არ გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ პაკეტის შემუშავების პროცესში და მანამდე პერიოდში კომისია ქორუმის არარსებობის გამო ვერ იკრიბებოდა. პრეზიდენტის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მომზადებული პროექტის შესაბამის კომისიაში განხილვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაც მოითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ეჭვებენ, რომ უმრავლესობას ცვლილებების გატანა კომისიის გვერდის ავლით უნდა. ნაწილის აზრით კი გადაწყვეტილება განხილვის შემთხვევაშიც პოლიტიკური იქნება. კანონმდებლების განმარტებით საკონსტიტუციო კომისიისთვის მიმართა პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო არ არის. უფრო დაწვრილებით თემის შესახებ ნახეთ სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი. დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ საკონსტიტუციო კომისიის სხდომა და ამ სხდომის ფორმატში მოხდეს უკვე უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკითხების განხილვა. მოთხოვნა, რომელსაც კიდევ რამდენიმე პარტია იზიარებს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო კომისიის ფუნქციებთან დაკავშირებით შეკითხვები გაუჩნდათ. შეკითხვა, რომლის ადრესატით საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორი მმართველი კოალიცია ასე ჟღერს. ვინმემ გამიმარტოს, რატო არსებობს ეს კომისია, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ამ კომისიის გავლით არ იქნება შეთავაზებული პარლამენტისათვის. ეს არის აბსურდი, ეს არის პარადოქსი. პარადოქსი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორისთვის სხვა რამ აღმოჩნდა. ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ მთელი წლის განმავლობაში ოპოზიციის დეპუტატების გაცდენების გამო კომისიის სამუშაო ჯგუფში კვორუმი ვერ შედგა. ამიტომ უმრავლესობა იძულებული გახდა ცვლილებების პროექტი პირდაპირ შეეტანა პარლამენტში. ჩემ სამუშაო ჯგუფში არის თუ სწორად მახსოვს 37 წევრი. 15 კაცამდე იკრიბებოდა სამუშაო ჯგუფი, განიხილავდა რაღაც საკითხს, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. როგორც პარლამენტს გარეთ, ისე სადეპუტატო მანდატით აღჭურვილი პოლიტიკოსები კვორუმზე პასუხისმგებლობას პირიქით მმართველ გუნდს აკისრებენ. საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი არასაპარლამენტო პარტიების მოთხოვნას იზიარებს და მიიჩნევს, რომ უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვა პარლამენტში შეტანის შემდეგ მაინც უნდა მოხდეს კომისიის ფორმატში. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ განხილვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ახლა მაინც დაესწრება კომისიის სხდომებს. საკონსტიტუციო კომისიის წევრებსაც ექნებათ სრული შესაძლებლობა იმისი, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ საყოველთაო სახალხო განხილვებში. გუშინას დავაფიქსირეთ, კომისია აუცილებლად უნდა შეიკრიბოს, ფაქტობრივად ეს იყო უმოქმედო კომისია, რომელსაც არაფერი არ გააკეთა. იქ მოხდება მისი გაცილებით უფრო სრულფასოვან ფილტრში გატარება. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ხდება სხვაგან, აქედან გამომდინარე კომისიის ჩართვა რაიმე ფორმით არც არაფერს შეცვლის. ის რომ საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის არჩევნებისთვის მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ წინადადებებზე იმსჯელებს და როგორც საარჩევნო ბარიერის 4%-მდე შემცირების, ისე მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნის თემას განიხილავს, პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ გუშინ დაანონსა. კონსტიტუციონალისტები ფიქრობენ, რომ მსჯელობა ამ თემაზე მართებულია, ოღონდ არა სამუშაო ჯგუფის, არამედ კომისიის სრული შემადგენლობის ფორმატში. ეს იმის შესაძლებლობა და საჭიროებაც, რომ საკონსტიტუციო კომისიაში შედგეს მათ შორის პოლიტიკური კონსენსუსი. ამისთვის მე ვფიქრობ, არ არის საკმარისი მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ჯგუფში ამის განხილვა. არამედ საკონსტიტუციო კომისია მთლიანად უნდა დააფიქსიროს გაფართოებული შემოადგენლობით საკუთარი დამოკიდებულება
სანამ თემაზე კამათი გრძელდება, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ჩატარდება თუ არა 2016 წლის არჩევნები 4%-იანი ბარიერით და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით. ამ წინადადებების დასაკანონებლად 87 კაციან უმრავლესობას 113 ხმა, ანუ ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა ის რომ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, ოპოზიციამ ჯერ კიდევ წინადადების პარლამენტში შეტანამდე დაანონსა. მაშინ რატომ მოხდა საკანონმდებლო ორგანოში იმ ცვლილებების ინიცირება, რომელმაც შესაძლოა მხარდაჭერა ისედაც ვერ მოიპოვოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ასეთი პასუხი აქვს. რა აზრი ჰქონდა, თქვათ კოპერნიკი როცა წერდა, რომ დედამიწა მზის სისტემის ნაწილი არის, ანუ აზრი ქმედებას და კეთებას ყოველთვის აქვს. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას არჩელის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ვერ გამოაცხადა. ამის მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლე მერაბ ტოარავა გახდა, რომელმაც მისივე განცხადებით გადაწყვეტილებაზე ხელის მოსაწერა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო. საკონსტიტუციო სასამართლომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს, რაც მათ საქმის არსებით განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე ხელს მოაწერს. თუმცა განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ განსხვავებული პოზიციის არსებობის შემთხვევაში კი მოსამართლეს არ აქვს უფლება ხელი არ მოაწეროს გადაწყვეტილებას. გიგი უგულავას ადვოკატმა ვითარებას ცირკი უწოდა, მისი განცხადებით ხელისუფლება თბილისის ყოფილი მერის გამამტყუნებელ განაჩენამდე ცდილობს შეაფერხოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება, რადგან ასეთ შემთხვევაში ოფიციალურად დადასტურდება, რომ უგულავა უკანონო პატიმარია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის საკონსტიტუციო სამართალ წარმოების შესახებ საქართველოს კანონის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, თავი შეიკავოს კენჭისყრისას და არ მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია ეკავა მას კენჭისყრის პროცესში. ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ დიდი ხანია უკვე ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი უგულავას საქმეზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ, ქვეყანაში, სადაც გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ადამიანი შეიძლება თუ არა იმყოფებოდეს ციხეში. 8 საათიანი პროტესტის შემდეგ სოფელ ხაიშის ცხოვრებლებმა ზუგდიდი ჯვარიმესტიის ცენტრალური გზა გახსნეს. მათი მოთხოვნები კი უცვლელია, შედგეს სოფლების წარმომადგენლების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, გამოიყოს ხეტყის ლიცენზიები და ლოტები, ასევე შეჩერდეს ნესკრა ჰესის მშენებლობის პროექტის განხორციელება, ვიდრე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შესაბამის დასკვნას არ მოამზადებს. აქციის მონაწილეების განცხადებით ჰესის მშენებლობაზე არ ხდება ადგილობრივების დასაქმება, რაც მიუღებელია. გურიაში ალეგრობის სახალხო ზეიმს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა. უზურგეთელებს ალეგრობა მიულოცა და აღნიშნა, რომ გურულები განსაკუთრებული მსოფლმხედველობითა და პროგრესული აზროვნებით გამოირჩევიან. დღესვე პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პროგრამის აწარმოეს საქართველოში ფარგლებში ოზურგეთში მაღალტექნოლოგიური თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჩაის შესაფუთის საწარმო დაათვალიერა. პრემიერის თქმით, ჩინეთში ვიზიტის დროს ჩინური მხარე საქართველოდან ჩაის ექსპორტით დაინტერესდა. გურიის რეგიონში მყოფმა პრემიერმა სოფელ შემოქმედის რეაბილიტირებული პარკიც დაათვალიერა. გურიაში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით პოლიციამ 3 მოქალაქე დააკავა. მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩაის განვითარებას, მეჩაიეობის აღდგენას, ამ კულტურის წახალისებას საქართველოში. საერთო ამოცანა არის ის, რომ ეტაპობრივად მოხდეს იმპორტირებული დაბალი ხარისხის ჩაის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით. ჩვენ გვაქვს უნიკალური ჩაი. ჩვენი ჩაი, ქართული ჩაი უნდა გახდეს სავიზიტო ბარათი. ის როგორც არის ქართული ღვინო, როგორც არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი, ასე ვთქვათ, გამორჩეული პროდუქტი, ასე უნდა იყოს ქართული ჩაი. ამის პოტენციალი გვაქვს. ეს პროცესი დაწყებული არის სწორედ ჩვენი რესურსების გამოყენება, ათვისება. და ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ განსაკუთრებულად. ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩატარდა სწორედ ამ ადგილას, გაკეთდა ნაპირსამაგრი, ასევე მოეწყო სკვერი სოფლის მხარდამჭერი პროგრამით, რომელსაც დღესდღეობით საბოლოო სახე არ აქვს მიღებული, მაგრამ 2016 წელს ამას დავასრულებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს სწორედ ამ სკვერში დაწყებული. ასე რომ ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯამში დაახლოებით 7 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული აი ამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთვის. ხალხური რეწვა, ტრადიციული და თანამედროვე მუსიკა, მხატვრობა და ხევსურული სამზარეულო. ხევსურეთში არტ ფესტივალი ჩირდილი დასრულდა. ერთი კვირის მანძილზე ხელოვანების შემოქმედება შატილმა, კორშამ და ჩირდილმა უმასპინძლეს. არტ ფესტივალის დახურვას თათია ბუხრაშვილი დაესწრო.
როცა ხევსურეთი დანარჩენ საქართველოს თითქმის 9 თვით შორდება, ადგილზე მხოლოდ რამდენიმე მოსახლე რჩება. არაბულების ოჯახში ფესტივალის იდეაც სწორედ მაშინ გაჩნდა, ამბიციური და კონკრეტული. სევდიანად დაცლილ ხევსურეთს სიცოცხლე ცოტა ხნით მაინც დაუბრუნონ. გაგვიჩნდა ესეთი იდეა, რომ აგვეშენებინა ხელოვნების სახლი, სადაც ყველანაირი პირობა იქნებოდა ნებისმიერი შემოქმედისთვის, რომ ამოსულიყო, ეცხოვრა, ემუშავა. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარე ეს პატარა სოფელი ჩირდილი არტ ფესტივალს მასპინძლობდა. მუსიკამ, პოეზიამ და მხატვრობამ ხელოვანები ხევსურეთის მთებში გააერთიანა. ფოლკლორის გარდა ფესტივალზე თანამედროვე მუსიკაც სრულდება. არტ ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას. აქ ცხოვრობთ კარვებში, ერთი კვირა არის უკვე მწერლებთან, პოეტებთან და ხელოვან ადამიანებთან ერთად უზიარებთ ერთმანეთს ჩვენს შემოქმედებას. არტ ფესტივალზე მისულ სტუმრებს ადგილობრივები ხინკლის ხევსურული წესით მოხვევას და მოხარშვას ასწავლიან. შემდეგ კი ერბოსთან ერთად უმასპინძლდებიან. საერთოდ ხინკალი, რაც მეტი ნაოჭიანია, მით უკეთესად ითვლება და დიასახლიციც ამის მიხედვით ფასდებოდა. მით მეტი საქებარი სიტყვა ითქმებოდა, რაც მეტი ნაოჭი და სწრაფი ხელი ექნებოდა. რამდენიმე წუთში კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა დაიწყება 20 საათსა და 30 წუთზე. ესპანეთის საბრძნეთ შეხვდება 23 საათზე კი საფრანგეთის მეტოქე ლატვია იქნება ორივე მაჩის რეპორტაჟ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შემოგთავაზებთ. მოაბის მთავარი გამოშვება კი დღეს ამით დასრულებულია. მე საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით, დარჩით პირველზე.